Benzini უფრო ნაკლებად არის. ან plug-in ჰიბრიდი უკვე, ან ელექტრო. აი ეს რაღაცა საშუალო ესეთი რომ 15, 16, 17 რო ღირდეს, მაგრამ კაი, ვიდიანი და ყველანაირად სედანზე ვსაუბრობ ახლა. საშუალო სეგმენტში რეალურად არის აი ესეთი BYD Chin L. სერიოზული ავტომობილია, 120 კილომეტრი ერთი დატენვით. 1.5 ძრავი. დისკები. აი ესეთი არის უკნიდან. 2024-25 წლის გამოშვებები არის ეს მანქანები. დააკვირდით ამ ავტომობილს. ეს ახლა არის 2024 წლის მანქანა. ნახეთ? აი ესე კამერა 360, 120 კილომეტრი ერთი დატენვით. აი კიდე ეს იგივე, ხო? ეს Chin L 34000 გარბენი, იმასაც სავარაუდოდ მასევეა. 16000 გარბენი, ამასაც ნახეთ, კამერა 360 აქვს. სალონში შეხედეთ ახლა და აბა დააკვირდით, რომ ეს არ არის კამრი, ხო, რაც ყველას მოწონს. ნახეთ, როგორი პანორამა, როგორი სალონი აქვს, როგორი საჭი აქვს. ეს ჯობია კამრის, ანუ ჩემი აზრით ეგრეა. კამრის ჯობია. ნახეთ? ვიდით. ამას ერთ-ერთი კიდე უფრო ლამაზე დისკები რო დააყენო, ძალიან მაგარი იქნება. 120 კილომეტრი ერთი დატენვით. რეალობაში ახლა მომხმარებელი ვინც არის აქ ამ მანქანის, სავარაუდოდ 1700-1800 ჩოვლებრო გადიან, ახლა ბოლომდე კი არ ცლიან ყველაფერს, მაგრამ 1700-1800 კილომეტრი სავსე ელემენტით, სავსე ბაკით, ჰიბრიდული სისტემით დადის. ესეთი ავტომობილები შეიძლება აი ზუსტად ღირდეს 16-17 $1000 მეორადებში ახლა. იმერი მოტორს მუშაობს თქვენთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მეორადი ავტომობილები ჩინეთიდან და უამრავი სხვა თემები ჩინეთიდან, ავტოინდუსტრიიდან და ასევე შემდეგ. და აი ესეთი Chin L. კარგი გამძლე, ლამაზი, ვიდიანი ავტომობილი. 16-17 ჩაულებრო ძალიან მაგრები, დაუზიანებლები, ძალიან პატარა გერმენით. იმერი მოტორს დროებით.